გვაქვს საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში სკოლის უფროკლასელები ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიებას, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობას, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებას და სხვა საკითხებს. ციფრული მხარდაჭერის პროგრამას სენაკში უკვე 400 ბენეფიციარი ყავს. ამ ეტაპისთვის კი მუნიციპალიტეტში 30 სემინარია ჩატარებული. ამ ეტაპზე მოვიცავით სენაკის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 11 სოფელი, ჩავატარეთ 30-მდე ტრენინგი. მონაწილეების მხრიდან საკმაოდ მაღალია ინტერესი ხელოვნური ინტელექტის თემაზე, რადგანაც ეს ბოლო წლები არის, რაც უფრო ესე აქტიურად არის შემოსული, როგორც ვებგვერდების საშუალებით, ასევე მობილური აპლიკაციების სახით და ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი საქმიანობის მიხედვით გაეცნონ სხვადასხვა აპლიკაციები. ტექნოლოგიურ მოცემამ ბევრი რამ მასწავლა, ასევე უცნობი აპლიკაციების, ვებგვერდები, რომლებმაც დამეხმარა, რომ AI პრეზენტაციების შემექმნა. ასევე QR კოდები, რომელიც მართლა არ ვიცოდი და ძალიან კარგად შეუსწავლეს ყველაფერი.